დილა მშვიდობისა დღეს 19 ივნისია ხუთშაბათი თქვენ ერთსულოვნების დილას უყურებთ გეგი ნემსიწვერიძესთან და ელისაბედ აბულაძესთან ერთად. ყველას მშვიდობიან ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ. დიდი მადლობა ყველას რომ გვიყურებთ. დილა მშვიდობისა, მშვიდობიან ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ ყველას. შევეცდებით საინტერესო გადაცემა შემოგთავაზოთ. პირველ რიგში ვნახოთ საეკლესიო კალენდარი, რა ვიგოთ ისი ხსენიებს დღეს 19 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი 67 ეკლესია და დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერში უკვე გადაცემის ანონსით. 19 ივნისს წმინდა მართლმადიდებელი 60 ეკლესია მოიხსენიებს ღირს ბესარიონს, ეგვიპტელ საკვირველთ მოქმედს, ღირს ილარიონ ახალს, ღირს ქალწულმოწამეებს, არქელაიას, თეკლას და სოსანას. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. დღეს მოხსენებულ წმინდანთა შემწეობას და მფარველობას გისურვებთ ყველას, გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს და რაც შეეხება ანონს ერთად გაგაცნობთ მე და გეგი ეკლესიის სულიერი მისიის შესახებ ვისაუბრებთ მოძღვართან ერთად შემოგვიერთდება ნაძალადევში მდებარე ივერიის ყოლა წმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი. გადაცემის მსვლელობისას შემოგვიერთდება ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი პროფესორი მაია გოთუა. სტუმართან ერთად ვისაუბრებთ მემკვიდრული ანგიოედემის შესახებ. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო მუზეუმში პირველი ქართველი პიანისტის, კომპოზიტორისა და ქართული საფორტეპიანო სკოლის ფუძემდებლის ალიოს მიზანდარის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიება პროექტ კლასიკური მუსიკის საღამოების ფარგლებში ჩატარდა. გადაცემის მსვლელობისას ვნახავთ სიუჟეტს ამ თემაზე. 21 ივნისს თბილისში ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების რიგით მესამე ფოლკლორული ფესტივალი იწყება. ფესტივალის მიზანი თბილისში არსებული დამოუკიდებელი შემოქმედებითი კოლექტივების ხელშეწყობა და მათი წახალისებაა. 3 წლის მანძილზე ფესტივალის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო 1000-ზე მეტმა მუსიკოს შემსრულებელმა. თემაზე სასაუბროდ შემოგვერთდებიან ფესტივალის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ლოტბარი მაია მიქაბერიძე და სტუდია მრავალჟამიერის ხელმძღვანელი ლელა ურუშაძე მომღერლებთან ერთად, რომლებიც გადაცემის დასავლეთ ნაწილში შეასრულებენ მუსიკალურ ნომერს. ასეთი მრავალფეროვანი გადაცემა ელოდება ჩვენს მაყურებელს. ახლა ამინდის პროგნოზის დროა. შევიტყოთ როგორი ამინდია მოსალოდნელი თბილისსა და სრულიად საქართველოში და დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში მამა ირაკლისთან ერთად.
ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და წარმოგიდგენთ გადაცემის პირველ სტუმარს ნაძალადევში მდებარე ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი შემოგვიერთდა. მამა ირაკლი, დაგლოცეთ, მადლობა რომ ხართ ჩვენთან. მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისათვის და დაგლოცოთ, გაგაზრდოთ უფალმა ღმერთის სამშობლოს და ერთმანეთის სიყვარულში. დიდი მადლობა. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა არის ეკლესიის სულიერი მისია. აი სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ სულთმოფენობის დღესასწაული ვიზეიმეთ. ვიცით რომ ეს არის დღე, როდესაც სულიწმინდის მადლი გადმოვიდა მოციქულებზე, ანუ ეს დღე ითვლება ეკლესიის დაფუძნების დღედ, ეკლესიის დაბადების დღედ. აი დავიწყოთ აქედან, რომ აი რა მისიით, რა მიზნით აფუძნებს უფალი ეკლესიას და რა არის არსი, ვთქვათ, ეკლესიის. დიახ, აი თქო უნდა უფალმა კარგად უწყის, რომ უნდა გაგრძელებულიყო და ქადაგებულიყო მის სარწმუნოება ყოველთა ქვეყანასაზე და უნდა დაფუძნებულიყო ეკლესიები სასულიერო დასრულდა წინასახეც იყვნენ პირველი მოციქულნები, შემდეგ მათ ხელდასხმით ეპისკოპოსნი, შემდეგ უკვე პრესვიტერნი, ანუ სამღვდელოება, დიაკვანი და მრევლი. და უფალმა სულთმოფენობის შემდეგ რომ დაარსა ეკლესია, უნდა არ დაუტოვებია, რა თქმა უნდა, ეკლესია როგორც აღუთქვა ამაღლების შემდეგ თავის მორწმუნეებს და სწორედ ის მადლის მიერ მოქმედება, რომელიც აუცილებლად ადამიანის ხონებისათვის ეს ეკლესიას ზალმოსტა მიანიჭა, მაგრამ რა თქმა უნდა, უფალი არსად არ წასულა. იგი თავად არის ეკლესიის თავი, ეკლესია ერთგვარად მისტიური სხეულია მისი, ასე გვაქვს ჩვენ გამარტება წამებისაგან და ყველა ქრისტიანი არის ერთგვარად როგორც სხეული წარმოდა თითო ასოთაგან ეკლესიის აი ამ ერთი სხეულის წევრი. რატომ არის ეს საჭირო პირველ რიგში, რატომ დაარსა ღმერთმა? რომ ადამიანის ცხონება ეს გვაქვს დოგმატურის ჩვენს სწავლება, რომ ადამიანის ცხონება შეუძლებელია მადლის გარეშე. მადლი კიდევ ადამიანს მიეცემა ხოლმე ღვთის საიდუმლოებში მონაწილეობით, რომელიც სწორედ ეკლესიაში აღესრულება. თორე ღმერთი, როგორც მოვახსენეთ, ეკლესიაში უახლოვად ყოფობს ყოველთვის მისი სახლია, იგივე საიდუმლოები, რომელიც აღესრულება მღვდელმოქმედებას გულისხმობ სასულიერო პირების მიერ, აქ ღმერთი აღასრულებს, უფალი გვაძლევს ჩვენ უფალი ისმის ჩვენს აღსარებას, უფალი გვაძლევს შენდობასაც, ამას მოც სასულიერო პირი ხიბოთ აღასრულებს, გამტარია აი ამ საღვთო მადლისა და უფალი გვაკურთხებს იქ მოსულებს, ამიტომაც მამები გვაუბნებიან და გვასწავლიან ჩვენ მოძღრავენ რომ ეკლესიის სიხარული უნდა მიხვიდეთ, რადგან იქ უფალი მასპინძელია, ღვთის სახლია ის და ყველა წირველოცას რომ დამისკენ მოწოდება და საიდუმლო მოგეხსენეთ ეკლესიაში იწყება არის 7 საიდუმლო თვითონ ღვთისგან დაარსებულია, აქვე გადახვებას გავაკეთებ, რომ ღრმად გვესმოდეთ ჩვენ ეკლესიის მნიშვნელობა, რადგან თვითონ ეკლესიაც მისი ვიზუალური ფორმა, ესე ვთქვათ, ხუროთ მოძრული წესიც, იქ აღსრულებული საიდუმლოებები, თითოეული კანონიკური ლიტურგიული წესი, ყველაფერი ეს ღვთისგან დადგენილია და ზეგარდამო მოცემული არავის არც მოუგონია და არც არავის არ დასიზმრებია, ხო? ამიტომაც არის ეს მადლი და ამიტომაც არის საცხონებელი და თვითონ ღმერთი მოხდეს ეკლესიაში ამის ყველაზე ნათელი გამოვლენა თვითონ წირვალოცვა. სიტყვას გვეუბნოთ, უფალი ისევ შეიწირვის, თვითონ დაიკლის, თვითონ არის ამ შემთხვევაში წირვაზე შემწირველი წირულის და მიმღებელი სამ საღვთო მსხვერპლისა. ამის სასაჩინო ვიტყვით და ძალიან ადვილად გასაგებად მისცემა წირველოცებს, რომ როცა სასულიერო პირი პირველ პირში ბრძანებს ფაქტობრივად როგორც იესო ქრისტე ბრძანა, იგივე საღვთო ზიარების დაწესების დროს საიდუმლო სერობაზე მიიღეთ და სჭამე და არ ამბობს თუ თქვა და ესე თქვა უფალმა და რაღაც არ გვიყვება. თვითონ უფალი უშუალოდ აღასრულებს აი ამ ლიტურგიით შეიძლება და ამიტომაც არის ეს უდიდესი ძალის მომცემი და ამის გარეშე ცხონება შეუძლებელია. მაგრამ თქვენი ნებართვით მე ყურადღებას გავამახვილებ ეკლესიის კიდევ უმთავრეს სამ ფუნქციაზე, ესეც სახარებისეული სწავლებიდან გამომდინარეობს, კერძოდ ამაღლება ვიმიძიე ჩვენს დოფენბამდე 10 დღით ადრე მოგიხსენება და უცაუფალი მაღდებოდა ზეცად, აი მისი სიტყვები ესეთია, შეგახსენებთ ხო, რომელიც უბარებს ის თავის მოციქულებს, ეს არის ეკლესიის წინასახი. პირველი სამღვდელოება, ხო? წარვე და მოიმოწაფეთ ყოველი წარმართნი და ნათესებით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდა და ასწავეთ მათ დამარხვათ ყოველი რაოდენი გამცემ თქვენ. აი ეს არის როგორც წმინდანები გაგვიმარტავენ სამი უმთავრესი სახე ეკლესიის მოღვაწვის და მისიისა. კერძოდ ქადაგება, მსახურება და სწავლება. და ეს ამას ჭეშმარიტ ეკლესია აღასრულებს აგორკო 21 საუკუნეა. ქადაგება როგორი ქადაგება? ეს ამბიონა ქადაგებას როდი გულისხმობ, ან მოძღვრის ქადაგებას იქნება მრევლთან. ეს არის უფლის სიტყვის ქადაგება, ანუ გავრცობა. სადაც ქრისტემა მისიონერული სარწმუნოება მოგეხსენება და რასაც ჩვენი ტელევიზიაც დიახ, რა თქმა უნდა, დიახ, მაგის თქაც მინდოდა და ეს მარტო არ ევალება სასულიერო პირებს, არც მოციქულების ეს ამ დროს ამ სახის იყო ეს გრძელდება დღევანდელ ესე იქნება ვიდრე მეორედ მოსვლამდე. დღეს უკვე 21 საუკუნეში თანამედროვე ეპოქაში ჩვენ და ამის საშუალები უფრო ძლავრია, რა თქმა უნდა, ვიდრე
ერთმა შემიდოს, მაგრამ უფრო ერთი მოციქულის ნაკადაგებელი, ამდენი დრო ჭირდებოდა თქვა ერთი ტერიტორია და მეორე ტერიტორიაზე გადასვლას და ეხლა იმხელა ბედნიერება ტელევიზია, რადიო, რომელიც მადლობა ღმერთს ფუნქციონირებს ჩვენს კურთხეულ სამშობლოშიც ბეჭდვითი ორგანოები, ეს ყველაფერი ქადაგება, სწორედ ეს არის უფლის კურთხევის შესრულება. ეს უფლის სიტყვები არ გაგავიწყდეთ და არ უნდა გავიწყდეს ეს ღმერთმა იესო ქრისტემ ძალიან. ეს არის ანდერძად დატოვა თავის ეკლესიას, თავის მორწმუნეს, მოწაფეს, რომელიც იმ დროს მოციქულები იყვნენ, მაგრამ ჩვენ მოციქულთა ნაკურთხის სამღვდელოება ვარ და თქვენს მორწმუნეები ხო ბრძანდებით, რომ ჩვენ ვართ იგივე ჩვენს გვეხება ეს და ეს ამას ახსოვება ჭირდება და ეს არის უფლის თავად მიზანდასახულობა თავის ეკლესიის მიცემული დავალება რომ უნდა იქადაგოს მისი რწმენა სოფლიოსა ზედა და ამას ეკლესია აღასრულებს რა თქმა უნდა დღესაც დაუღალავად ეკლესიას მარტო არ გულისო კიდევ ძახ სამღვდელოებას არამედ ყველა ეკლესიის წევრს და ვერთო დაალოცოს თქვენი ტელევიზიაც ამ საქმეს ემსახურება უკვე ამდენი წელიწადია ასევე მეორე ნახეთ ნათლისმცემლით სახელით მამისათა დაძისათა დასულისა წმინდა ეს არის ნათლობის რა თქმა უნდა მოწოდება იმას განიშნავს მარტო ნათლობა დაავალა ღმერთმა ეკლესიას არამედ ყველა საიდუმლო მაგრამ ყველა საიდუმლოება იწყება ნათლისღებით ეს არის თქვა ეკლესიის ძველი კარი დიახ და ნათლისღება თუ არა აკადემია ჩატარებულა თუ არ შობილა სულიერად მაშინ მასე ვერ შესაძლოა ვერ ზეთისღება ვერ შესაძლოა ვერ სახსარება ზიარება რა თქმა უნდა ეს პრინციპულად შეუძლებელია ანუ ეკლესიის სახურება ეს არის როგორც დღეს უკვე ამან მიიღო ჩამოყალიბებული სახე დღეს არა რამდენი ხანი დღეს გვაქვს უკვე ჩამოყალიბებული სახე ეკლესიაში იგივე მსახურები და წესით ღვთის კურთხევითა და ძალით არის ხო წირვა-ლოცვა ახსენეთ ახსარება ზიარება აღესრულება დაუსრულებლად ასე იქნება ვიდრე მოსვლამდე და უმრექ ზეთისხება ღვთისმოქმედება იქნება ეს პანაშვიდი იქნება ეს ქორწინება და ყველაფერს ეკლესია აი ღვთის მადლით რა თქმა უნდა აღასრულებს და მესამე სწავლება აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეკლესიის მოვალეობა სწავლება და უფრო აბზან ასწავლეთ და დამორხოთ ყოველი რაოდენი გამცეთ თქვენ ამ აქცენტებზე საუბარი ნახეთ უფალი კი არა ამბზანებს რომ ასწავლეთ მათ თქვათ რაც შეიმეცეთ რაც მოახერხეთ ყოველი რაოდენი გამცეთ თქვენ ანუ ყველა მცნებაზე აქვს საუბარი და ეკლესიის მოვალეობა ესეც რომ მორწმუნეებს გადასცეს აი ეს ცოდნა სარწმუნოებისა მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებლობა ეს ის რელიგია რომელიც ასე ნიშნავს რაც ვიცი ის მწამს ეს არ არის რელიგია რომ მარტო მამაოებმა უნდა იცოდნენ და მარტო ერთი-ორ ადამიანმა შენც ვალდებული ხარო ქრისტიანობა იმიტომ დაგვიტოვა ამდენ საუკუნოვარი უდიდესი მემკვიდრეობა ჩვენ სასულიერო ეკლესიაში რომ უნდა შეიმეცნო ჩვენ ცნებას როგორ აღასრულებთ თუ არ იცი რა არის მცემა თუ რა დაგვიბარა ქრისტემ ყველაფერი სახარებაში გადმოცემული მაგრამ იმის გარდა გვაქვს ჩვენ მამათა ნაწერები სულიერ მემკვიდრეობად ხსოვებას და ჩვენ შევიმეცეთ ბევრს სარწმუნოების შესახებ ღმერთთან მიახლების წესების შესახებ რომ ისევე ჩვენი სულის საცხონებელად და ეს თუ ძალიან რთული მისია და არ არის ადვილი არც დრო შარ ყოფილა ადვილი არც დღეს არის ადვილი იგივე აი თქვენ ტელევიზია იმიტომ არ ვსაუბრობ თქვენთან მაგრამ დღეს ამ შემთხვევაში იგივე რადიო რაღაც ერთგვარად ვადარებ ხომ აი ბობოქა რაღაც ოკეანის ტალღებსა და უდიდესი ლაინერები დაცურავენ და საკმაოდ ეკონომიკურად ძლიერები აღჭურვილნი და რაღაც პატარა ნავებით შეიძლება არის საბადრეკოს ტელევიზია მაგრამ თავის საქმეს აღასრულებს. ძალიან რთულია ეს, რომ გაუძლო იგივე კონკურენცია იქნება თუ იგივე აყვე მათ აი თუნდაც მასშტაბებში, მაგრამ უფალმა ესო ვიცის დღევანდელ დღეს და ყველას აღუთქვა, რომ მე თქვენთან ვარ ვიდრე აღსასრულამდე ყოვლისა სოფლის და ღმერთი ამ ყველაფერში გვეწევა და მისი ძალით, მისი მადით, მისი კურთ აღესრულება ყოველდღე და ამიტომაც გამოდის ეს ყველაფერი აღავთ ჩვენი ძალით არაფერი არ შეგვიძლია მოგიხსენოთ. მამა ირაკლი, ეკლესია ვიცით რომ თავის მისიას ის რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ, აღასრულებს სრულიად უსასყიდლოდ. ანუ მოძღვრები ვთქვათ, სასულიერო პირები ამ ყველაფერს აღასრულებენ უსასყიდლოდ და ჩვენ ვიცით რომ წერია რომ უსასყიდლოდ მიგიღებიას და უსასყიდლოდ გასცემდე. მაგრამ ამავდროულად მინდა გკითხოთ რომ აი მრევლის მიმართება ვთქვათ აი ამ კუთხით როგორი უნდა იყოს. ჩვენ ვიცით რომ ეკლესია არის იესო ქრისტეს მისტიური სხეული, ანუ ვთქვათ იქ მოქმედებს სულიწმინდის მადლი და უფლის მიერ დადგენილი საიდუმლოებები აღსრულდება. აქვე ვიცით რომ მუშაკი ღირსია სასყიდლისა. რაღაცნაირად მინდა რომ ამ თემასაც შევეხოთ, ვინაიდან ჩვენ ვსაუბრობთ ეკლესიის მისიაზე, რომელსაც ის აღასრულებს სრულიად უსასყიდლოდ და ყველა ადამიანისთვის, ყველასთვის, ვისაც აქვს ამის სურვილი, რომ მიიღოს ეს ვთქვათ ეკლესიისგან რასაც ეკლესია ქადაგებს. ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის, რომ ცოტა ისეთი უხერხული თემა კი არ არის. საპასუხო არის ხო, როცა ეს ხდება პირად საუბრებში. იმიტომ რომ მე ყოველთვის ვერიდები ხოლმე რომ თუ ახლა ადამიანი ძალიან კარგად არ იცნობს ეკლესიას, იგივე თქვათ მე ძალიან ძნელია საუბარი ამ თემაზე, რომ მაინც ვთქილობ, რომ არ გაიგოს თითქოს მე რაღაც საკუთარ სარგებლის გამო, საკუთარი რაღაცა
სიკეთის გამო ხوار ვასწავლე ამას. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ ახლა აი ობიექტურად თავსად გულწრფელად რომ როგორც სასულიერო პირი რა თქმა უნდა ვალდებულია რომ არ მოითხოვოს გასამრჯელო თავისი ღვთისმსახურების გაწეული სამუშაო რომელიც ძალიან საკმაოდ ხანდახან მძიმეა რთულია იგივე წესების აღსრულება ჩვენ ბუნებრივი ადამიანის უძლების გამო იქნება თუ გადაღილობის თუ სირთულების გამო ასევე მრევლი ვალდებულია რომ მოძღვარს არ გაუხადოს საქმე ისე რომ მას არ დაჭირდეს მოთხოვნა და არასოდეს არ გააკეთებს ამას ჭეშმარიტი მოძღვარი. თუ ღირსია სასყიდლის მუშაკისა, სასყიდლის მიღებისა მუშაკი, რა თქმა უნდა, ეს ეხება სწორედ მორწმუნეებს. როცა მოძღვარი აქვს ეს პასუხისმგებლობა, მოძღვარი ვალდებულია რომ მოგემსახურება, მიუხედავად თავისი დაღლილობისა, თავისი გადავიდე თუ რეჟიმისა, ხშირ შემთხვევაში საკუთარ ოჯახს პირად საქმის უარის თქმისა რომ მოგემსახუროს ეკლესიის წევრს, ეს ვალდებულება ამის რა თქმა უნდა და ყველა ჭეშმარიტ მოძღვარი მას აკეთებს. ასე ვალდებულება აქვს მრევლსაც მოძღვრის მიმართ, რა თქმა უნდა, სასულიერო პირის მიმართ. უფრო დიდი ვიდრე ეს გარკვეული მადლიერება შესაძლებელი სახით, მაგრამ უფრო დიდი. ამიტომ ჩვენ ვსაუბრობთ აღდგენებაზე, რომ ეს რატო ქნა, ეს რო არ ქნა და არ ვსაუბრობთ ხოლმე მრევლის პასუხისმგებლობაზე. აი წარმოიდგინეთ, როცა სასულიერო პირი ვალდებულია მხოლოდ ღვთისმსახურებით ცხოვრობს ჭეშმარიტი, მას რატომ არის ჯულისგან მას აკრძალული აქვს სხვადასხვა საქმიანობა, იმიტომ რომ მთელი თავისი რესურსი, გონებრივი, სულიერი თუ ის უნდა დაურთმოს მრევლის სულიერ აღზრდას და მზრუნველობას, ხომ ასეა? ის ფიზიკურად ვერც უნდა იცოდეს ხისთვის და ესე ადვილი როდია, იმიტომ რომ ოჯახები ყავს სასულიერო პირებს და ღვთისმსახურების დროს ჩვენ რა თქმა უნდა, როცა გვწირავენ მადლიერებით ჩვენც ვიღებ უფლება არ გაქვს ადამიანს არ შეუწირო, იმიტომ რომ ხონა შეეწიროს. მოთხოვნა არ შეიძლება, უარის თქმაც არ შეიძლება, მაგრამ ეს მრევლის წვენაზეა დამოკიდებული. მრევლის საშუალებაზე რა თქმა უნდა და მრევლის სურვილზე. აქ ყოლა დაუშვებელია რამე ტარიფის დადგენა, მოთხოვნა ღერთმა ყოლა დაიფაროს, ღერთმა ყოლა დაიფაროს. მაგრამ ეს მრევლის წვენა მომდინარეობდა. ჩვენ თუ დავიხეს წვენას, ადამიანს ამას ვერ ეუბნე, რატო შესავალი გავაკეთო, რა შე რომ ამ დროს წვენაზე დავუწყო ლაპარაკი, შეგინდა თუ არა უნდა შეწირო, ეს ძალიან სუდ უკვე შედეგს იძლევა, მაგრამ შენ თუ წვენაში გათვითცნობილი ხარ და უნდა იყო ბიბლიიდან მოგიხსენება რომ ღმერთს როგორი მსხვერპლი შეწირვა, როცა კაინმა და აბელმა შებედეს და შეკადრეს და მიუძღვანეს, რომელიც ზღვენი შეიწირა ღმერთმა, საუკეთესო გულით მიზღვნი, რომელიც აბელისგან იყო გული და არა კაინისგან, ხოდ მოვალეს მოხდის მიზით შეწირული. და ამას ვიცით რა მოყვა შემდეგ და ამას ჩვენ უგულებას ყოფთ ხოლმე, თუ ეკლესიისთვის იგივე ეკლესია ღმერთის სხეულია, მისტერი როგორც მოგახსენ, მისტერი სხეული და ორგანო, ღმერთი მოქმედებს. ჩვენი შესაძლებლად უნდა იყოს ეკლესიის უნდა ვცდილობთ საუკეთესო იქნება ჩვენი ხელფასიდან თუ მოსავალიდან თუ რა სახითაც გინდა კონსი შემოსავლე საუკეთესო ნაწილს უნდა ვწირავდე და არა იმას რომ რაც მოგეჭარბება ან თუნდაც მარტო მსახურებთ რომ მსახურების გამო რეალურად მოძღვარო გემსახურება ხო შენ პანაშვიდია თუ პარაკლისია თუ ეს შენ სარგებელს ემსახურება შენ სულიერს მალდის მიღებას შენ მიცვალებულების ხონებას ამ შემთხვევაში შენ საუბარმა ამის გარდა ეკლესიას ჭირდება ხომ ზრუნველობა და ითიც უნდა იარსებოს ეკლესიას უამრავი და ფუნქციაც გააჩნია დახმარებისა გაცემისა და ეს ყველაფერი მრევლის პირადი პასუხისმგებლობაა ეს უნდა იყოს ალბათ გულწრფელად გაღებული რომ მათაც მადლი მიიღონ და როცა მოწყალების მადლი იხელა დიდია რომ ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს რომ მოწყალებაო დგასო ჯოჯოხეთის კარიბჭეს და არ უტევს იქვე ჩავარდესო თუ მოწყალ გაცემული აქვს და ეს ადამიანის გაცემა რა უნდა დიდი როცა ადამიანი ღმერთს წირავს და ღმერთის მსახურს ეკლესიის მსახურს წირავს იმიტომ რომ ეს მისთვის უდიდესი მადლი იქნება გეუფლა ბრძანა რომ თითოეული გრილი წყაცო დაალევინოთ სახელად მოწაფეობისა ჩემის არა დაგეკარგოთ სასყიდელი თქვენიო მეთი პირდება აი გრილი წყის დაალევის გამო სასყიდეს მიცმას ეკლესიის სახურს მაგალითად დაალევინოს და არა თუ ეხლა როცა ვინმე იზრუნეს მასზე და ეს არ არის რთული საქმე. თორე ეკლესიას სამრევლოები ყავს, რიცხობრივად სტატისტიკურად მოძღვარი 1-ია, შეიძლება ტაძარში 2-3 მრევლი არის, 20, 30, 100, 200, განა შეიძლება სალაპარაკო იყოს ეკლესიის პრობლემა უნდა კონდეს ან არსებობის ან ფინანსური ან გნებად რამე მატერიალური, როცა ამდენი შვილები ყავს, როცა სწორი და გამართული სარწმუნოებით მოქმედებს მღვდელისა და მრევლის ეს ყველაფერი ღვთისმსახურებით მოწესრიგებულია და ღვთისსათნო წარიმართება და ეს ვალდებული როგორც მრევლისა, ისევე რა თქმა უნდა სასულიერო პირის. მამა ირაკლი, აი ეს საკითხები, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ და განმარტავთ, რა არის ეკლესიის სულიერი მისია. აი წინა საუკუნეებიდან მოყოლებული დღევანდელი დღის ჩათვლით, რამდენად სწორად გვესმის ადამიანებს და გვაქვს თუ არა უფლება საკუთარ თავს მორწმუნეები ვუწოდოთ იმ შემთხვევაში, თუ არ ვიცით სინამდვილეში რა არის ეკლესიის სულიერი მისია, მისი შინაარსი, მისი არსებობის მთავარი აზრი და მნიშვნელობა. დიახ, აი გეთანხმებით ამას არ გვესმის ჩვენ სწორად კიდევ და
სწორად კი არა შენდობას ვითხოვნა ძალიან შეშემთხვევით საერთოდ არ გვესმის ეკლესიის მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჩვენ რო გვესმოდეს ეკლესია რამხელა ბედნიერებაა დედამიწაზე ღმერთმა დაარსა. იმხელა ვიქნებით აი ყოველდღე სიხარულით, სავსეა და მალდიერებით რომ ვითო ისეთ ქვეყანას გაგვაჩინა ღმერთმა, ეს შემთხვევით ხო არ ხდება. საქართველოს ოდითგანვე ეკლესია მონასტრებით შემკული იყო და გაბშვენებული, გაბწყინებული თითოეულ სოფლებშიც კი რამოდენიმე ეკლესია მოქმედოდათ ამ საყდრები კი არა დღეს რო საყდრად არის ნაქცევი და მარტო სანთლის დასადებად მოქმედა მრევლით იყო სავსე. ეს იმხელა ბედნიერება ჩვენს ეპოქაში გნებავთ რომ ამდენი ეკლესია დღეს კიდევ შენდება ღმერთმა აღაშენოს, ამის საჭიროება დგება, იმიტომ რომ ქართველებს ყოველთვის აქვთ მოთხოვნილება სულიერი გენეტიკურად, ხო? იმხელა ბედნიერება დღეს ეს ყველაფერი დაუბრკული დაღესტურა, ამხელა ბედნიერება რომ აღარ გიწევს შენ თქვა გასვლა, გავლა ქალაქიდან ქალაქში გარკვეული საათები, კილომეტრები რომ ღვთისმსახურებას დაესწრო. ამდენი ეკლესია ყველა ღვთისმადით, ყველა შაბათ-კვირას ტარდება წირვალოცები, ამდენი საშუალება ცხონების, ერთი ხელის გასწვენაზეა ცხონება ჩვენ ვისაუბრეთ ცოდის მიღებისა და ეს იმხელა ჩვენთვის მადლიერება უნდა ყოს, აი არ ვიცი, ამით უნდა ხაროდე მარტო ქრისტიანი რო ხარ, ქართველი დაიბადე აქ და ხარ ამ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნის მიმდევარი. ჩვენ ამ ხალხს ჩვენ არ ვფიქრობთ ხოლმე და მოგვეცა ყველაფერი ჩვენ დაუმსახურებთ თუ ქართველებს ჩვენ აი ჩვილები ვინათლებთ ეს ეკლესიის წესია, მაგრამ ქართველებში რა თქმა უნდა ესეა. მეტიკურად ესე ვფიქრობთ რომ ესეც უნდა იყოს რომ რამხელა ბედნიერება მოგეცა ჭეშმარიტი მოძღვე რომელიც მიგიყვას ნამდვილად ქრისტეზე მარადიულ ცხოვრებას გაზიარებს თუ მიყვები რა თქმა უნდა. ეს ბევრისთვის როგორც სანუკვარი ოცნება, ეს ბევრს წარმოუდგენელად დიდი ბედნიერება, რომელიც სხვა ქვეყანაში დაიბადნენ ძალიან რთულად აქვს საქმე ერთი პერიოდის გადაწერას კი ძალიან ძიმეთ უჯდება და ვერ ახერხებენ ამას. ისინი ჩართული არიან თავის ცხოვრების რიტმში. ჩვენს კი ესე ვართ, მაგრამ ჩვენს გამოსაფხიზდებელია ყოველ კვირას არის რეკვები, იგივე აი თქვენი ტელევიზია, რადიო, ამდენი სასופირი გამრავდა ჩვენ ქალაქში არ არის შეხვდებით ხო ჩვენ ყოფითად ცხოვრობთ ტრანსპორტშიც ვართ, მაღაზიაში, გარკვეულ დანიშნულების ხო ყოფიერ ადგილებშიც და იმხელა ბედნიერება რომ შენ აი ეკლესიის წევრი ხარ, რომელიც ნამდვილად იცი რომ ნამდვილად გაზიაროს ზეციურ მარადილ ეკლესიას. ის დიდი ბედნიერება და ჩვენ რა გვეუბნება მარტო შენთვის ყველაფერი აი რადგან სინზე დადებლო მოგეცა ღვთისაგან ცხონება, ამ ყველაფერს ფეხი აუწყო შეძლების დაგვარად, რომ გაყვე ღვთისგან მინიშნებულ კურთხეებზე. ეს გზა იწყება აქ. აი ესეც საოცარ შედარება ჩვენ წინა დიდ მღვდელმთავარს გაბრიელ ქიქოძეს რომ ბრძანებს აი როგორც დედა ეკლესიას ტყილა როდი უწოდებთ და როგორც დედა ზრუნავს აი დასწრეთ ეკლესია და დედის მუცეს არის შედარებული როგორც უნდა იშვას მოცლიდან შვილი და ყოფილი ცხოვრებისას ასევე უნდა იშვას ეკლესიურად ადამიანის სულიერ მარადიულ ცხოვრებისას. ზოგადად ადამიანს სამი შობა ყოველას გასავლელი აქვს ცხონებულებს გულისხმობ, პირველი შობა დედის მუცესთან იშვება ყოფიერი, ასევე იშვება სულიერად ეკლესიის ნათლისღებით და მესამე უკვე მარადილობაში თუცა იშვება. და ეკლესია როგორც აი თუ სიხარული გაქვს ბედნიერება ეკლესია შენთან არის და რომ იქ ამ სიხაულს გაგიათმაგებს, გაგიასმაგებს, გაკურთხებს ღმერთი რომ მასთან მოხვალ სამწუხაროდ სიხაულში ნაკლებად მოდიან ხოლმე, მაგრამ გაგიჭირდება როგორც დედა იქვია მზად არის შენთან ახლოს არის რომ შენთვის ილოცოს სუნეული გახდები, ჯვარი გეწეროთ ხო? ეკლესია შენთვის ეცხებს, პარაკლის აგიმეს ცოდომა დაგამძიმა, გაგიჭირდა მზად ეკლესიამ ახსარება მიიღოს, ცოდების შენდობა და განაცდომა განიჭოს. მაგალითად აი მეტი რაღა გვინა სახასიათო თვითონ უფალმა ბრძანე რომ მოდი ჩემთან ყოლი მაშვრალი და ტვირთ მძიმენი და მე განგისვენო თქვა დამაშვალი რო იყო და ტვირთ მძიმე დამაშვალითი ამ ცხოვრებისეული ყოფით ამ დაღლილდებეთ და დაქანცული დამაშვალი მასის აღარებს თავი რო აღარ გაქვს ან ტვირთ მძიმე მოძე წოდებიც რო იყოს შენი და ვეღარ ზიდავის ეხარ ამ დროსაც ქრისტე კი არ გიბრაზდება ეკლესია კი არ ხეს კი არ კრავს გელოდება და მე განგისვენო კვირდება და აღასრულებს კიდევაც ყველა ჯვარი წერია უკიდურესი არის გარდაიცვლები დედა როგორც გვერდზე იქვია ეკლესია მოგემსახურება პანაშვის შენ სულს შეავედრებს ღმერთს პანაშვის გადაგიხდის წესის აგებს დოცებს ღმერთს კიდევ ერთხელ შეავედრებს შენ სულს და ერთგვარ საგდად გაგაყურეს მათ შენდობას მოგცეს ღვთისმსახური რომ ეს გიშუამგომლოს შენი პირადი სამჯავროს დღეს და ყველაზე კიდევ უკიდურესი თუ რამეა და როცა იქნება შენ მოხსენებები შეიძლება არ დაგჭა ძალიან მალე ან დაგივიწყეს ეკლესიას არ დაგივიწყეს სულ გიხსენიებს ყველა წირვა ლოცვაზე კვეთის დროს იქნება კვერიაქში იქნება თუ ბარძიმის დროს და ეს უდიდესი მადლია ამიტომ ეკლესიაში ადამიანს სიხარით უნდა მოდეს როცა ხვდება ამ ყველაფერს ამხელა ბედნიერება მიწაზე რომელიც ამასოფლის სულით არის გაჟღენთილი და ბოლო საბოლოო ჯამში დანთქმა სუქადის წოდების გამო ხო სამყაროს სახსული ჯამს უფალი სანამდე იქნება მიწა იქნება და მუგეშად იქნება წმინდა ეკლესია რომელიც შენ არასოდეს გაგცემს არ დაგტოვებს და სწორედ ეს არის შენი ცხონების თავარი ადგილი და სამყოფელი. დიახ, მამა ირაკლი, მოდით ვისაუბროთ თუ რა არის ეკლესიური ცნობიერება. აი თუ გავიხსენებთ იგავს მეზვერისა და ფარისევლის შესახებ, ჩვენ ხედავთ რომ ფარისევლის მდგომარეობა რომელიც გარეგნულად ყველა წეს აღასრულებს არ არის ეკლესიური მდგომარეობა და ის არ გამოდის გამართლებული, გამოდის მეზვერე, ხო? აი თქვათ თანამედროვე ქრისტიანები რამდენად სწორად ხედავთ
ეკლესიური ცნობიერების არსს, რამდენად გვესმის და როდესაც თქვა წლების განმავლობაში რევს ვუწოდებთ საკუთარ თავს, თუ ვითარდებით და თუ გვაქვს პროგრესი სულიერი ცხოვრების გზაზე. დიახ, ეს ძალიან რთული თემა, მძიმე თემაა და განვითარება არასოდეს ყოფილა ადვილი სულიერ ცხოვრებას ჩვენ ვიცით, ჭირდა მამათა ცხოვრება, მათი ნაღვაწი, უბრალოდ ჩვენ მარტივად გვესმის ხოლმე, იმიტომ რომ არ გვესმის სწორად. რომ მაგამ მამან ეკლესიის ცხოვრებას დაიწყებს და რაღაც პირველ ზიარებაზე უნდა რომ ახლა ცოტა ირონით ვიცახე რა ფთებს ამოწოს აგონია რომ წუთას უნდა გახდეს კეთილიც, საათნოც, მშვიდიც, ნეტარიც და ეს რო არ ხდება ხოლმე ან რაღაც სიოს ესეთი გახდეს რაღაც გარეგნულად ან ფსევდოდ თუ არა ბრაზდება მე და ხეს ჩაიქნევს ხოლმე ეს ადვილი არ არის და მამებისკენ რომლებიც მოღვაწეობდნენ განდეგილური ღვაწლით ქალაქიდან განშორებული უდაბნოში მრავალი 10 წლეული მრავალი ღვიძარი ღამები ლოცით ღვიძარი განაუძილობის გამო აგერ ნებებთან ბრძოლაში სათნოების მოხვეჭასი ცოდვების გამო სინანულში და მე გარდამოდინდებოდათ ხოლმე ღვთის მალეთ ღვაწლის შედეგია მაცხონებელი და გამწველი ცრემლი ცოდვების გამო და ჩვენ უცბად გვინდა რომ გვიკვირს ხოლმე რომ თავიდან ადამიანი როცა არ არის გაცნობილი ეკლესიის მოვა და ხატის წინაშე სულ მეტირება ამბობს სულ გული უჩვილდება იმიტომ ის მადლი ეხება ვიდაბი მაგრამ შემდეგ რო ეს ცრემლი ნამდვილად შენგან გარდამოდის ცოდვის განცდის გამო ამას დიდი მოღვაწეობა ამას გაურბის ქრისტიანს ადამიანისთვის ისებაა რომ სირთულეებს გაურბივარ და ქრისტემ რა გითქვა ცხონება ჯილდო სასუფეში მარადი უნეტარება მან ისიც გითხრა რომ ეს ჯვარი უნდა იყოს შემომიდგემე თვითონ რომელიც უცოდველმა ცხონე სასუფეველისთვის გვირგვინისთვის ჯვარი დაითმინა და გოლგოთა ახლა ჩვენ ცოდვილებმა აღარ გვინდა რომ ჩვენი ცხონებისთვის ცირედი გოლგოთა და ჯვარი ვიტვირთოთ ეს რა თქმა უნდა არა სამართლიანიც არის ხო თუ ეკლესიის ცხოვრება გარკვეულ სირთულეებთან ასოცირდება ამას უფალი არ გიმალავს და ცნობიერება აუცილებლად ცოდნა რომ სახარებაზე დაყრდნობილი მარტო სახარება საკმარისია თუ ადამიანს თუ გესმის მაგრამ ეს პრობლემა ზოგს აკითხულიც არ აქვს ქრისტიანს რას ამბობს უფალი აღიღეთ უღელი ჩემი თქვენს და ისწავლეთ ჩემგან უღელი ახლა უღელი გაქვს სიმძიმეა ხო ვიცით ახლა ხარი და უღელი და ვიცას ეს სწორად არის იფიქრეს რა კიდე უღელი და ამ სიმძიმეს ხო მაგრამ ახაც უფალი გეუბნება რომ უღელი ჩემი ტკბილა და ტვირთი ჩემი სუბუქარ თვითონ გპირდებოდ უღლის გარეშე არ შეიძლება რომ სირთულე შენ არ იტმა რომ იქვია ღმერთი ტვირთია ეკლესიის ცხოვრება ტვირთია აბა რა არის რომ ყოველდღიურად სიტაც ადრე დგები სამსახურია მოსწავლე ხარ ვერ ასწრებ ძილი ყველას უყვართ რომ გვიან ვიძინოთ არასწორად ცხოვრობთ ხო მაგრამ ახლა კიდე ლოცვებისთვის დადექი ტვირთი არ არის სასიამოვნო ჩვენ სულს არ მოსწონს ცოდვა ხო ასევე ტვირთია ახლა მარხვა მოგინდება ახლა დაცხადდა ნაყინი გინდა ახლა მარხვაში მყოფები ტვირთია რომ უარი თქვა ამაზე ზოგს ჯვარად ექცევა ხოლმე ტვირთია ერთი კვირადღი გაქვს ხოლმე და დაისვენო ახლა რა ვქნა და კვირადღეს უნდა ადგე ეკლესიის წელს დაისწრო ტვირთია ლოცვების აღსრულება ძიერება რო გინდა კარგია გაიგე მაგრამ ახლა ეს ლოცვები გედიდება ტვირთია რომ ცოდვაზე უარი თქვა მოიკვეთო მარხვაში მაინც გარკვეული მარხვის დამგების სიტუაციები ტვირთია როგორც გააკეთო არჩევანი უზნეობასა და ზნეობას შორის სიწმინდეს და უწმიდეობას შორის სიკეთსა უკეთურებას შორის სიცხეს და უსირცხვილობას შორის დღეს ისე გავცელდა მეორე მხარე უსირცხვილობა და უზნეობა მაგრამ ამ ტვირთს უფალი გვეუბნება რომ სუბუქი არის როგორ არის სუბუქი თუ ტვირთო თვითონ ტვირთულო სამ ჩვენ ტვირთს და ხა რატო უნდა გაგიკვირდეს რომ ჩემი ტვირთი რო უფალმა რო იტვირთოს რატო უნდა გამეკვირდეს რატო უნდა შენ ბარს ეჭირო ვერ იზავს მან მთელი სამყაროს ცოდვები იტვირთა ესო შეძლო ღმერთია და ხა ჩემი ცოდვებსაც მოახერხ ღმერთი ოღონდაც მე მას უნდა მივენდო მე უნდა მივიდე იმის კაც შევეცადო ამ ტვირთს მე თუ არ ავიღე ჯერ ხეში რატო მოგიხმარება ღმერთი შენ გასაკეთებელს ღმერთი არასოდეს არ აკეთებს და შენ უნდა დაიწყო მაგრამ ღმერთი იქვია ამას გაურბიან სამწუხარო თანამედროვე ქრისტიანები ძალიან ცოტა დრო გრჩება და ვინაიდან ჩვენ ეკლესიის სულიერ მისიაზე ვსაუბრობდით ეს იყო ჩვენი თემა საქართველოს ეკლესიის სულიერ მისიაზე რომ ვისაუბროთ და ამით შევაჯამოთ სოფლიო მართლმადიდებლობის წინაშე რაც რამდენჯერმე ჩვენ ძალიან თვალსაჩინოდ ვიხილეთ ბოლო პერიოდში ვთქვათ თუნდაც კოვიდის დროს როდესაც სამყარო სხვა მიმართულებით მიდიოდა და ჩვენ სხვა მიმართულებით წავედით და აი ამით შევაჯამოთ დიახ რა თქმა უნდა საქართველოს ეკლესიის მისია განუზღუდლად დიდია ახლა არ გამოგვივიდეს რაღაც მაინდა-მაინც პატრიოტული ჩვენ შოვინისტური გაგებით მაგრამ რეალურ ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით საქართველოს ეკლესიას ეს მისია მიენიჭა პირველივე საუკუნეებიდანვე როგორ მიენიჭა რომ ხოლმე და ხოლმე ჩვენ კურთხეულ მიწას ერგო ღვთის განგებულებით და უდეს სიწმინდე მართლობის სამყაროსა უფლის კვართი რომელიც დაბრძანებულია დაფლოვა ჩვენს წინა მიწაში და ეს ყველაფერი დაკავშირებულია ღვთისმშობლის წილხვედრობასთან და ამიტომ როგორც კვართია იცი თქვენ დაუნაწევრებელი შეუმს ასევე საქართველოს ეკლესია და სარწმუნო იქნება ყოველთვის დაუნაწევრებელი და იქნება რა თქმა უნდა ვიდრე მოსვლამდე რომ მიართვას ღმერთს ეს მისია სარწმუნოებას შეურყვნელად დაუმახვილებლად დაცვით რომელსაც ჩვენი ეკლესია აღასრულებს აგერ 21 საუკუნეა და ესე იქნება იმ დროსაც კი როცა მართლმადიდებლობის სამყაროში დაკნინდა წმენა ქრისტესი შემცირდა დევნის გამო
სირთულეების გამო აღარ მოიპოვებოდა ადგილსაც ეკურთხებოდა ეპისკოპოსი გარდა კოვიდამდე კიდევ უფრო ეს ძალიან თვალსაჩინო ფაქტი ესეთი ძალიან ბევრია მაგალითად გუთელი ეპისკოპოსი იოანე მცხეთაში ეკურთხა იმიტომ არ იყო მართლმადიდებლობის სამყაროში თვითონ ადგილსაც შეიძლება რომ კურთხეულ რადგან წარებლობას ქონდა და საქართველოს წარებლობა არასოდეს არ ყოფილა გამარჯვებული დაფუძნებული და ახორციელებული არც არასოდეს არ იქნება და საქართველოს ივერიის ეკლესიას ეს ფუნქცია აქვს როგორც კიდევ ჩვენ ძალიან დიდი საიმედოა ბოლომდე კიდევ ამოუხსნელი წინასწარმეტყველება დიდი ხელნაწერის რომ ჩვენამდე მოვიდა იუნეს ზოსიმეს გულისხმობ რომ უნდა იქადაგოს სარწმუნოება ჩვენმა ერმა ამითა ენითა ამითა ერით ამითა ქვეყნითა სოფლო ზედა სარწმუნოება და ეს ძალიან დიდი მისია ამასაც ჩვენ ეკლესია აკეთებს უკვე ერთადერთი გაგდა მჯერა რომ ამას იზავს უფლის მეორე მოსის დროსაც შეხვდება ღმერთთან მიართმევს იმ წმინდა სარწმუნოებას რომელიც ღმერთმა წმინდად განმოჭაგვაბარა თავისი კურთხეული კვართის ბოძებით ძალიან დიდი მადლობა დაგლოცეთ ნაძალადევში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი საუბრობდა სტუდიაში 9 საათი შესრულდა მოვისმინოთ 7 გზის ლოცვა და ლოცვის შემდეგ დავბრუნდებით კვლავ სტუდიაში სტუმრებთან ერთად. ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავ ნება შენი ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მიწყალემე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი უფროს განბანემე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე რამე თუ უჯულოებაი ჩემი მეუწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა რამე თუ ესერა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო რამე თუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე მას ხორომე უსუბითა და განწმინდე მე განბანომე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე მას მინომე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი გარემიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა უფალო ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა რამე თუ უკეთუმცა გენება მსხვერპლი შემცა მეწირა არამედ საკვერთხი არ აქთნდეს მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემოსრული გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა
და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლის სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა, შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. დავბრუნდით ეთერში სტუმართან ერთად, შემოგვიერთდა ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი პროფესორი მაია გოთუა. სტუმართან ერთად ვისაუბრებთ მემკვიდრული ანგიოედემის შესახებ. დილომშვიდობისა, მადლობა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. მემკვიდრული ანგიოედემის შესახებ უნდა ვისაუბროთ. ზოგადად პირველ რიგში გავმარტოთ, რას ნიშნავს ანგიოედემა და შემდეგ ბუნებრივია გადავალთ მის გამოვლინებებზე, მკურნალობის მეთოდზე, როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისგან მემკვიდრული და ზოგადი ანგიოედემა, კი ბატონო, სხვადების. ანგიოედემა მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის შეშუპება. სხეულის გარკვეული უბნების შეშუპება, რომელიც არის არა ზედაპირული, არამედ უფრო ღრმა. შეიძლება გამთარდეს კანქვეშ, ლორწოვანი გარსის ქვეშ და მისი მიზეზი არის სითხის ინტერსტიციულ ქსოვილებში გადაადგილება სიზარღვებიდან ექსტრავაზაციის გზით. ეს შეშუპება შეიძლება იყოს სხვადასხვა ლოკალიზაციის, შეიძლება იყოს გენერალიზებული, რაც უფრო იშვიათია, უფრო ხშირად ეს არის იზოლირებული და განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ მემკვიდრულ ანგიოდემას ვსაუბრობთ, მას თვით ლიმიტირებულსაც უწოდებენ. ახლა შეიძლება დიახ, ეს რას ნიშნავს? მას აქვს ტენდენცია, რომ ორგანიზმმა თვითონ მოახერხოს მისი შეშუპების თანდათანობითი ლიკვიდაცია. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ის თუ ძალიან აგრესიულია, შეიძლება ის განსაკუთრებით მემკვიდრული ანგიოდემა ცუდი გამოსავლითაც დასრულდეს. რატო ხდება ეს? ჩვეულებრივი შეშუპება, რომელსაც ჩვენ ალერგოლოგები ჭყალებში ჩვეულებრივს ვეძახით, ის არის ალერგიული, რომლის საფუძველში არის სხვადასხვა ალერგენების ზემოქმედების შედეგად, ეს იქნება საკვები, ეს იქნება ფუტკრის ნაკბენი, ნებისმიერი რომელიმე ალერგენის ზემოქმედებით ხდება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამთავისუფლება და ყველაზე ცნობილი მთავარი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება არის ჰისტამინი. ამიტომ მოსახლეობამ კარგად იცის, რომ ანტიჰისტამინური, ამ ჰისტამინის საწინააღმდეგო წამლები ამ საქმეს შველის. და თუ ეს წამლები
უძლურნი აღმოჩნდნენ, შეიძლება იხმარო ერთი პრეპარატი, შეიძლება რამოდენიმე ანტიჰისტამინური პრეპარატი, მაქსიმუმ 4 ტაბლეტის ოდენობით, თუ ეს არის ჭინჭრის ძიება და ანგიოდემა. ეხლა რატო ვამბობ ერთად? ანგიოდემა შეიძლება იყოს დამოუკიდებლად როგორც სიმპტომი, როგორც გამოვლინება, მაგრამ უფრო ხშირად ის თან ახლავს ურტიკარიას, ანუ ჭინჭრის ძიებას, რაც მოსახლეობაში ფართოდ გავრცელებულია, ის კლინიკურად ფასდება, როგორც სხეულზე ესეთი ურტიკების, ანუ ამოწეული ბებერის სახით, ქავილით მიმდინარეობს და მისი ტიპი მარტივად შესამჩნევია, ხო? მარტივად შესამჩნევია, რომ ქავილით მიდის და იმ წუთშივე გონია ხანდახან ნაკმენი. ჭინჭრის ნაცვლს ხავს, ნაკმენს გავს, მაგრამ მისი დიფერენცირება მარტივია, ნაკმენი, რომელიც ერთ ადგილას გამოდის 24 საათში, სხვა ადგილზე შეიძლება გადავიდეს. ამიტომ კლინიკურად ჭინჭრის ძიების დიაგნოსტიკას გამოცნობა ადვილია, ძალიან მარტივია, თუმცა ზოგჯერ რთულ შემთხვევებში გარკვეული დიფერენცირება არის საჭირო. და აი ამ ჭინჭრის ძიებას ხშირად თან ახლავს ანგიოდემა. და როდესაც ის იზოლირებულია, მაგალითად არ არის ჭინჭრის ძიება და მარტო შეშუპებაა გამოხატული, ამბობენ რომ ეს არისო ჭინჭრის ძიება გამონაყრის გარეშე, ანუ შეშუპებით. იმდენად ეს არის მისთვის ასე ვთქვათ დამახასიათებელი. მაგრამ მარტო დამოუკიდებლადაც შეიძლება იყოს ეს ჭინჭრის ძიება ჰისტამინური, ანუ ესეთი სუფთა კლასიკური ჰისტამინური რეაქცია, მაგრამ კლასიკური ჰისტამინური რეაქცია ყოველთვის ალერგიული არ არის. რატო? ალერგია სადაც არის, იქ არის ალერგენი და იმუნოლოგიური მექანიზმი აი ამ რეაქციის განვითარების, რომელიც მახსოვრობაშია ჩაწერილი, იმუნურ მახსოვრობაში და იგივე საკვებია, იგივე ნაკმენია თუ ნებისმიერი იგივე ალერგენი, მუდმივად იგივეს იწვევს და ამიტომ ალერგიული რეაქცია თუ ასე არის იმუნოლოგიური საფუძვლის, მართლაც ის საშიშია ორგანიზმი, ხო? ეხლა იცით რა, იმუნურ სისტემას რა თქმა უნდა აქვს თავისი გამანეიტრალებელი მექანიზმები, მაგრამ ის რო ყოფნიდეს, მაშინ მედიცინის დახმარებაც არ იქნებოდა საჭირო. მაგრამ აქ მინდა ვთქვა, რომ შეშუპება ჰისტამინური, ეს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები კლასიკური, როდესაც გამოიყოფა, შეიძლება არაალერგიული მიზეზითაც იყოს. აი მაგალითად, შეიძლება ადამიანი მოვიდეს და თქვას, რომ მე სიცივეზე, ახლა ჩვენ შეშუპებაზე ვილაპარაკობთ, თუმცა ჭინჭრის ძიება შეიძლება ამ დროს შეიძლება მოხდეს სიცივეზე, ტემპერატურაზე, სითბოზე, სიცივეზე, თქვათ, ფიზიკურ დატვირთვაზე, ვიბრაციაზე, ზეწოლაზე. ანუ ხანდახან ალერგენი სულ არ არის საჭირო, სხვადასხვა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ანგიოდემა, ანუ შეშუპება, ისე ჭინჭრის ძიება. ეს არის არაალერგიული, მაგრამ მექანიზმში მას ეს ბიოლოგიურად გამომთავისუფლებელი ჰისტამინი უდევს საფუძვლად. მას რა შველის? ანტიჰისტამინური პრეპარატები, თუ ეს არ იქნება საკმარისი, შეიძლება გაუკეთოთ სტეროიდი გაუკეთოთ და კიდევ თუ უფრო ცუდი ეს არის ანაფილაქსიური რეაქცია, სწრაფი ტიპის, მაშინ საჭირო არის ადრენალინი. ამიტომ, როდესაც ჩვენ ანგიოდემის კლასიფიკაციაზე ვსაუბრობთ, ის შეიძლება იყოს ჰისტამინური, ის შეიძლება იყოს არაჰისტამინური, არამედ ეხლა მივუახლოვდით ჩვენ მემკვიდრულ ანგიოდემას, ბრადიკინინული. ანუ ეს ნიშნავს იმას, გენეტიკური ფაქტორებით, რომელიც არის გამოწვეული. ბრადიკინინული შეიძლება იყოს არამხოლოდ გენეტიკური, შეძენილიც შეიძლება იყოს, მაგრამ აი ამ ბრადიკინინული შეშუპების კონკრეტული მაგალითიც არის მემკვიდრული ანგიოდემა, რომელიც ვითარდება ადამიანის კომპლემენტის სისტემაში გარკვეული ფაქტორის, C1 ინჰიბიტორის დეფიციტის გამო. ის ან დეფიციტურია, ან შეიძლება იყოს, მაგრამ ფუნქციურად არ იყოს აქტიური. და გარდა იმისა, რომ ეს არის გენეტიკური და პირველ რიგში ჩვენ ოჯახის წევრებს ვეუბნებით, რომ ვიდმეს ხომ არ ქონდა გენეტიკაში, გარდა ამისა შეიძლება ის იყოს შეძენილიც. აი მაგალითად ეს ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობას უთხრათ, რომ არსებობს წამლები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგია ამ ტიპის, ხო? ამ ტიპის შეშუპება. მხოლოდ შეშუპება. ჩვენ ვთქვით, რომ ის ერთის მხრივ შეიძლება ჭინჭრის ძიებასთან ერთად იყოს, მაგრამ ის არის ჰისტამინური. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ბრადიკინინულზე, ანუ ისეთ შეშუპებაზე, რომელიც არის
იზოლირებული ჭინჭრის ციების გარეშე და ის შეიძლება როგორც ვახსენეთ იყოს გენეტიკური, მაგრამ ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა გარკვეული წნევის დამწევ წამლებს ღებულობს. ეს რომელ უბანზე ვთქვათ სხეულის შეშუპება, მთლიანი სხეულის ვთქვათ გარკვეული თვალების თუ კიდურების თუ აი ამ შეშუპებას მემკვიდრეულ ანგიოდემას აქვს ტიპიური კლინიკა. მაგალითად, მისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელი არის ხორხის შეშუპება. ამიტომ ადამიანი შეიძლება დაიღუპოს. მისი შეშუპების ესეთი დამახასიათებელი თვისება არა მხოლოდ ხორხის შეშუპება. ხორხის შეშუპების უკიდურესი ფორმაა, თორე ის შეიძლება იყოს სახეზე გამოხატული, როგორც ჩვეულებრივი ალერგიული შეშუპების დროსაც, მაგრამ მას აქვს ძალიან აგრესიული გამოვლინება. სახის ძალიან ძლიერ შეცვლას იწვევს. ეს შეიძლება იყოს ტუჩების, ენა ვერ ეტეოდეს, თვალები ძალიან იყოს შეშუპებული, ხორხის შეშუპება. გარდა ამისა, მას ახასიათებს ის თავისებურება, რომ შეიძლება გამოიწვიოს კიდურების შეშუპება, აი უცებ თელეკიდური შეშუპდეს, როგორც ზედა ისე ქვედა. და ასევე ძალიან უცნაური თვისება აქვს მას, რომ ის იწვევს მუცლის შინაგანი ორგანოების, მაგალითად ნაწლავების შეშუპებას, გარკვეული ორგანოების, მაგალითად ჩვენ პაციენტს ისე შეუშუპდა პანკრეასი, რომ ეგონათ პანკრეატი მეორე დღეს ის პანკრეასი შემცირდა. მაგრამ არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ასეთი ტიპის ადამიანებს ზოგჯერ აქვთ და არც თუ იშვიათად მუცლის ოპერაცია მწავე მუცლის გამო, იმიტომ რომ ეს კლინიკა უეცრად ვითარდება მწავე მუცლით, იმიტომ რომ ნაწლავები შეშუპდა, ან რომელიმე შინაგანი ორგანოს მოცულობა გაიზარდა და ასეთ ადამიანებს ზოგჯერ უკეთებენ ნაწლავის ამოღებას, ზოგჯერ გონიათ რომ ეს არის აპენდიციტი და ასე შემდეგ. ამიტომ ესეთი ადამიანები აუცილებლად უნდა იყვნენ გამოკვლეული და თუ ჩვენ ვინმე გვისმენს და ეს ენიშნა რომელიმე ესეთი თვისება, რომელიც პერიოდულად ვითარდება. ეს არ არის რომ მაინცა და მაინც თქვათ ერთხელ განვითარდა. მას აქვს გარკვეული ციკლური მიმართულება და პერიოდულად შეიძლება განვითარდეს. ასევე შეიძლება გარკვეული ხნის მანძილზე ის იყოს განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში უფრო იყოს ნაკლებად გამოხატული. და სქესობრივ ზოგჯერ ვერ ხვდებია, ფიქრობენ რომ დაეცა ბავშვი, ან ბურთი მოხდა მას და შეშუპდა, მაგრამ თანდათან თუ ეს თვისება, ეს ნიშნები აგრესიულ ხასიათს ღებულობს, როგორც სახეზე, ისე მუცლის ღრუზე, ისე კიდურებზე, უფრო ხშირად ბავშვებში კიდურებით იწყება, შემდეგ არის ხშირად სახის გამოვლინება და ართულებს სტრესი, ფიზიკური დატვირთვა, განსაკუთრებით იცით ის манипуляция სამედიცინო, რომელიც უკავშირდება პირის ღრუს. მაგალითად, კბილის ექსტრაქცია, პირის ღრუსთან, მაგალითად ბრონხოსკოპია, გასტროფიბროსკოპია, ანუ ყველა ის არა მარტო სტომატოლოგიური, არამედ სადიაგნოსტიკო სამედიცინო манипуляციები და ის შეიძლება მით უმეტეს ოპერაციული ჩარევა. ამიტომ ესეთი ადამიანები, რომელსაც ესეთი რეკურენტული ჭინჭრისციების გარეშე მიმდინარე, ანუ ურტიკარიის გარეშე მიმდინარე იზოლირებული სხვადასხვა უბანზე გამოხატული შეშუპება აქვს, ის აუცილებლად უნდა იყოს გამოკვლეული. ამის დიაგნოსტიკის შემდგომ თუ ეს ადამიანი რაიმე манипуляციას იკეთებს, ან ოპერაციულ ჩარევას, ან რაც მოგახსენეთ გამოკვლევას, ის უნდა იყოს მომზადებული წინასწარ, თორემ ეს манипуляციები, მათ შორის კბილის ექსტრაქციაც შეიძლება მისთვის სასიცოცხლოდ საშიში აღმოჩნდეს. ისევე როგორც არის გარკვეული პრეპარატები, რომელიც ამას ამძაფრებს. კერძოდ, ჩვენ ვთქვით, რომ გარდა გენეტიკურისა არის შეძენილიც. აი შეძენილი სამწუხაროდ, აი ყველა ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ არც ერთი ადამიანი ჩვეულებრივი არანაირი გენეტიკური დატვირთვის არ არის დაზღვეული, რომ წნევის ჰიპოტენზიური წამლების დიდი ჯგუფი, რომელიც არის ჩვენ ვეძახით ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი, რომელიც კლასიკური პრეპარატია და ძალიან ხშირად გამოიყენება, ასეთ ადამიანებს ამ წამლის მიღების დროს შეიძლება იგივე პათოლოგია გამოვლინდეს. ის იქნება შეძენილი, ისიც იქნება
იქნება ბრადიკინინული და სამწუხაროდ მისი კლინიკური გამოვლინებაც გარდა მსუბუქისა შეიძლება იყოს აგრესიული. ანუ წნევის დამწევი წამლების ნებისმიერ ჯანმრთელ ადამიანს. იშვიათია, მაგრამ სამწუხაროდ 0.1-0.7%-ში ხდება. ჩვენ ყველა მოიხმართ თქვათ ტკივილ გამაყუჩებელ პრეპარატებს. აი შესაძლებელია რომ რაღაცა თქვათ ერთ ჯგუფს რომელსაც მოიხმართ მუდმივად ერთ კონკრეტულ მედიკამენტს, ერთ მშვენიერ დღესაც ის ჩვენთვის აღმოჩნდეს მავნე ძალიან. ეს ამ წამლებს ახასიათებს. ტკივილ დამაყუჩებელ წამლებს მოსახლეობას მიმართავთ რომ თუ ისინი განსაკუთრებით ხშირად ხმარობენ. ეს ადამიანები ატარებენ რისკს, რომ მათ ამ წამლების მიმართ არ გაუჩნდეს ნებისმიერ დღეს. აი შეიძლება ხშირად ადამიანს, რომელსაც თავის ტკივილი აწუხებს, ან აქვს თქვათ კალკულოზური ხოლეცისტიტი, ან სხვადასხვა მიზეზი, ან ნევრალგია და გარკვეული პრობლემის გამო ის იძულებულია, რა თქმა უნდა, ჩვენებით მიიღოს ხშირად წამალი, აუცილებელია იმ პრობლემის მოწესრიგება. იმიტომ რომ ტკივილ დამაყუჩებელი წამლები ერთ მშვენიერ დღეს გუშინ რომ მიიღე, დღეს შეიძლება იყოს აი ამ ჭინჭრისწიების და ანგიოდემის გამომწვევი მიზეზი. მაგრამ აქ განსხვავება რა არის? როდესაც ჩვენ ვამბობთ აი ამ ტკივილ დამაყუჩებელ პრეპარატებზე, მათ მიერ გამოწვეული პრობლემა ის იქნება ჭინჭრისწიება, თუნდაც ანგიოდემა, შეიძლება გამოიწვიოს ბრონხოსპაზმით, რაც იმ წამლებს ახასიათებთ. ხშირად იმ ადამიანებშია, რომელთაც აქვთ ან ჭინჭრისციება, ან ბრონქული ასმა, ან ანგიოდემა. მიდრეკილება და განწყობა. იქ არ შეიძლება მით უმეტეს, მაგრამ შეიძლება არ ქონდეს არანაირი განწყობა, მაგრამ ამ მისი ჭარბი გამოყენების პირობებში შენ ამ რისკის წინაშე დადგე. აქ კარგი რა არის, რომ ამ ჰისტამინურ რეაქციებს, რომელზედაც ახლა ჩვენ საუბრობდით, აი ამ ტკივილ დამაყუჩებლის მიერ გამოწვეულს, შველის თქვით ანტიჰისტამინები, ადრენალინი, სტეროიდი, მაგრამ ამათ რომელსაც მემკვიდრულ ანგიოდემაზე ვსაუბრობთ, ანუ ბრადიკინინულზე, რომელიც ხორხის შეშუპებით მიმდინარეობს, მას ეს არ შველის. მას სხვა წამალი სჭირდება. მაგალითად, თუ მოხდა გადაუდებელში, იქ გაუკეთებენ ახლად გაყიდულ პლაზმას. გარდა ამისა, ასეთ ადამიანებს, რომელსაც ემართება რეკურენტული შეშუპება, ხვდება, რომ აი გამოიძახა სასწრაფო, არ შველის ეს. აუცილებლად უნდა მივიდეს სპეციალიზირებულ კლინიკაში, თუნდაც ჩვენთან რომელიმე ალერგოლოგიურ, იმუნოლოგიურ კლინიკაში, რადგანაც ერთ მშვენიერ დღეს შეტევის დროს, როდესაც წამლები გაუკეთეს, თქვა, თუნდაც გადაუდებელში ის წამლები, რომელიც ჰისტამინურ შველის გონიათ რომ ბევრს რო აკეთებენ სტეროიდს, ადრენალინს და ასე შემდეგ, აი ბოლოს და ბოლოს კარგად გახტავდა. რეალურად ჩვენ რომ ვახსენეთ სიტყვა თვითლიმიტირებადი, შესაძლებელია თუ ეს ბრადიკინინული ეს იმას არ შველის და დროთა მანძილზე შეიძლება ორგანიზმმა თვით ლიკვიდაცია მოახდინოს აი ამ შეშუპების, მაგრამ თუ ვერ მოახდინა და ის არის ძალიან აგრესიული, დაწყებული ინტუბაციიდან გათავებული ტრახეოსტომით თუ სხვა წამალი არ არის, მაგრამ ეს წამალი, რომელიც მე ვთქვი, ახლად გაყინული პლაზმა ყველა გადაუდებელ დახმარებაში არსებობს. ამიტომ ეს უნდა იყოს გამოყენებული და გარდა ამისა არსებობს პრეპარატები სპეციალურად ამ დაავადების სამკურნალოდ. სუბუქის საკმარისი წამალი იყიდება, ახლა ჩვენ სიტყვერად რო არ ვთქვა და პაციენტი არ დაიბნეს რა წამლებია, მაგრამ ის მძიმე მიმდინარეობის მემკვიდრული ანგიოდემა ზოგჯერ ისეთი რთულ და ძალიან ძვირად ღირებულ წამალს საჭიროებს, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ამჟამად რეგისტრირებული არ არის. და ფორმა ასით ჩვენ ჩვენ კი ვაძლევთ ფორმას და შემდეგ ამ ადამიანის სახელზე უნდა იყოს შემოტანილი ეს წამლები, რომელიც მას მძიმე შეშუპების დროს სჭირდება. ეს დაფინანსებული არ არის, ხო სამწუხაროდ? არ არის. კერძო დაფინანსებით შეიძლება ხშირად ამ მდგომარეობას ერთი წამალი არ შველის, აი განსაკუთრებით ოჯახურია. წარმოიდგინეთ რამოდენიმე ოჯახს აქვს ესეთი ოჯახის წევრს აქვს ეს სერიოზული პრობლემა და მას სჭირდება ძალიან დიდი ფინანსური რესურსი. და ამისათვის ძირითადად რაც ახლა რის საშუალებაც არის ფორმასის საფუძველზე შეიძლება ის მან მიმართოს დასაფინანსებლად გარკვეული რაოდენობა წამლისა, რაც რა თქმა უნდა ზღვაში წვეთია. და ჩვენი ამოცანა სადღეისო ზუსტად ეს არის, რომ აი ესეთი ეს იშვიათ
დაავადებას მიეკუთვნება მემკვიდრული ანგიოდემა, სამწუხაროდ ოჯახური გავრცელება მოიმატა და იმედი გვაქვს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამ იშვიათ დაავადებას მიაქცევს ყურადღებას და ეს იქნება სახელმწიფო პროგრამით და ჩასმული. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მაია, თანამედროვე მედიცინა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თქვათ მოხდეს ჯერ პრევენცია და შემდგომ მართვა, რაზეც თქვენ უკვე ისაუბრეთ, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი, პროფესორი ქალბატონი მაია გოთუა იყო ჩვენი სტუმარი და თქვენ ბრძანეთ, რომ დიაგნოსტიკას აქვს დიდი მნიშვნელობა. ძალიან, დიახ, გენეტიკა ყველანაირ გამოკვლევას ამ შემთხვევაში, ასე რომ დიაგნოსტიკა, სწორი დიაგნოსტიკა საწინდარია სწორი მკურნალობის და ბუნების. დიდი მადლობა დაგემშვიდობებით. ვაგრძელით გადაცემას. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო მუზეუმში პირველი ქართველი პიანისტი, კომპოზიტორისა და ქართული საფორტეპიანო სკოლის ფუძემდებლის ალიოზ მიზანდარის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიება პროექტ კლასიკური მუსიკის საღამოების ფარგლებში ჩატარდა. ნახოთ სიუჟეტი. პირველი სამუსიკო სკოლის დაარსება, რომელიც ჯერ სასწავლებლად გარდაიქმნა. დღეს კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიად იწოდება საერთაშორისო მნიშვნელობის პირველი ქართველი პიანისტისა და კომპოზიტორის ალოიზ მიზანდარის სახელს უკავშირდება. ღონისძიება, რომელიც მუსიკოსის ხსოვნასა და ღვაწლს მიეძღვნა, სიმბოლურად თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა. საღამოზე შესრულდა ალოიზ მიზანდარის რომანსი ჩვენ დავშორდით, რომელიც პირველ დაბეჭდილ ნაწარმოებადაა მიჩნეული. ეს სწორედ იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი საღამო, ვინაიდან ეძღვნება ადამიანს, რომლის დამსახურებით არსებობს ჩვენი კონსერვატორია, რომლის დამსახურება ის, რომ ჩვენი ქართული საფორტეპიანო სკოლა ასეთ დონეზეა და ასეთ საერთაშორისო ასპარეზზე გასული და ეს გახდათ პირველი ქართველი პიანისტი, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე გავიდა, ასევე პირველი ქართული დაბეჭდილი ნაწარმოების ავტორი. ამიტომ ყოვლად განუზომელია მისი წვლილი ქართული მუსიკალური კულტურის წინაშე. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს მხარდამჭერებს, საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიას, კომპოზიტორთა კავშირს და მინდა ასევე დავანოსო ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების შემდეგი კონცერტები. სერია გაგრძელდება სექტემბერში ბათუმში, შემდეგ ბორჯომში, ქუთაისში და საზეიმოდ დაიხურება 5 დეკემბერს ჩემი და დავით ალადაშვილის კონცერტით. დღევანდელი ღონისძიება მიეძღვნა შესანიშნავი ქართული პიანისტის და მუსიკოსის ალოიზ მიზანდარის სახელს გავიხსენეთ. შესრულდა მისი არაერთი ნაწარმოები, როგორც საფორტეპიანო პიესები, ასევე საფორტეპიანო და ვოკალური ნაწარმოები, პირველი ბეჭდური ტიპის რომანსი, რომელიც ქართულ კლასიკურ მუსიკაში დაიბეჭდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, იმიტომ რომ პირველი ბეჭდური ნაწარმოები ეკუთვნოდა სწორედ ალოიზ მიზანდარს. მნიშვნელოვანია მსგავსი ფორმატის ღონისძიებები ჩვენი კულტურის განვითარებისთვის, იმ ადამიანების სახელების კვლავაც გახსენებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს ქართული პროფესიული მუსიკის განვითარებაში. საღამოზე გაიმართა ალოიზ მიზანდარისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც მის შთამომავალს ლევან მიზანდარს ეკუთვნის. ღონისძიებას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. როცა ჩვენ ალოიზ მიზანდარზე ვსაუბრობთ, ეს არის ევროპული კულტურის საქართველოში დაბადება. იმიტომ რომ ის იყო პირველი ქართველი მუსიკოსი კავკასიიდან ელჩი შეიძლება ითქვას, რომელმაც მიიღო დიდი განათლება და ჩამოვიდა მერე დაბრუნდა სამშობლოში და ეს ევროპული განათლება ლისტთან, მარმონტელთან, ბრამსთან, როსინთან და აი ასეთ კორიფეებთან ურთიერთობა ჩამოიტანა თბილისში. შემდეგ შექმნა სავანელთან და ალიხანოვთან ერთად პირველი სამუსიკო სკოლა, რომელიც დღეს კონსერვატორიაა. ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის, როდესაც მას იხსენებენ, არ ივიწყებენ. ალოიზ მიზანდარისადმი მიძღვნილი საღამო პროექტ ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების ფარგლებში გაიმართა, რომელიც 2024 წელს პიანისტმა თამარ ლიჩელმა დააფუძნა. ინიციატივის მიზანია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების გაერთიანება.
დიდი მადლობა ბავშვებო. სტუდია მრავალჟამიერი წარსდგა თქვენს წინაშე. მისი ხელმძღვანელი ქალბატონი ლილა ურუშაძე და ლოდბარი მაია მიქაბერიძე არიან ჩვენი სტუდიის სტუმრები. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ შესანიშნავ ახალგაზრდებს, ბავშვებს ამ მუსიკალური ნომრის შესრულებისთვის. 21 ივნისს თბილისში ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების რიგით მესამე ფოლკლორული ფესტივალი იწყება და სწორედ ამ ფესტივალის შესახებ გვინდა რომ ვისაუბროთ. მე როგორც მივხვდი, სტუდია მრავალჟამიერი წარსდგება ხვალ 21 ივნისს მაყურებლის წინაშე ამ ფესტივალის ფარგლებში. ქალბატონი მაია, თქვენ ბრძანდებით სამხატვრო ხელმძღვანელი, ერთ-ერთი ასევე მეორე სამხატვრო ხელმძღვანელი ყავს ფესტივალს და ეს არის ბატონი დავით ცინცაძე, ანსამბლ შავნაბადას ხელმძღვანელი. მინდა გითხოთ, აი მიზანი რა არის ფესტივალის, რომელიც დაარსდა 2022 წელს, ვიცით და ვთქვათ, წლევანდელი პროგრამა რითი იქნება განსხვავებული და განსაკუთრებული. მოგესალმებით. როგორც ბრძანეთ 2022 წელს ჩამოყალიბდა ეს ფესტივალი. იდეის ავტორი გახლავთ ბატონი კახალა ბუჩიძე თბილისის საკრებულოდან და სწორედ საკრებულო და თბილისის მერია გახლავთ დამფუძნებელი ამ ფესტივალის და მერგო პატივი დათო ცინცაძესთან ერთად მუსიკალური ხელმძღვანელი იყო ამ ფესტივალის. 3 წელია, უკვე მეოთხე ეტაპს ვიწყებთ ამ ფესტივალისას. 3 წელია, ესე იგი 30 შემოქმედებითი კოლექტივი იღებდა უკვე მონაწილეობას, ერთ-ერთი გახლავთ მრავალჟამიერი. ესე ჩვენ ფესტივალის ფარგლებში ხდება ასევე სიუჟეტების გადაღება ყველა თითოეულ მონაწილეზე, რომელიც ესე სარეკლამო საჩუქრად რჩება ფესტივალს. ასევე მთავარი აქცენტი არის გადატანილი და მიზანი ის არის, რომ სახელმწიფო დაფინანსების ქვეშ მყოფი შემოქმედებითი კოლექტივების ახალისება ხდება, ერთჯერადი ფულადი საჩუქრის ტიპი, რა თქმა უნდა და ეძლევათ საშუალება ყოველთვის მიიღონ მონაწილეობა პრესტიჟულ დარბაზებში, სადაც მათ ესეთი შეუძლიათ ახალ-ახალი პროგრამით წარდგნენ. ქალბატონ ლელა, თქვენც რომ გვესაუბროთ დილამშვიდობისა პროექტში თქვენს მოგესალმებით. მიზანთან დაკავშირებით ფესტივალის მიზანთან, რა არის მისი მთავარი მიზანი და რა შესაძლებლობას აძლევს ის ზოგადად შემსრულებლებს, ახალგაზრდებს? მე როგორც ხელმძღვანელი მინდა ვთქვა, რომ არ ვართ განებივრებული მსგავსი ფესტივალებით ნამდვილად და მინდა ვთქვა, რომ ეს ფესტივალი არის სწორედ ბავშვების და ანსამბლების, ახალგაზრდული თუ ბავშვთა ანსამბლების ინტერესებიდან გამომდინარე პირველ რიგში, რადგანაც მსგავსი რამ რომ რაღაც სიუჟეტი გადაიღონ ანსამბლზე ყოველგვარი სასყიდლის გარეშე, ასეთ საოცარ დარბაზში, როგორც არის კონსერვატორიის დიდი დარბაზში, გქონდეს საშუალება ვიმღეროთ წარსდგეთ მაყურებლის წინაშე, ეს არის ძალიან დიდი мотивация ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ფესტივალს. დიახ, ქალბატონ მაია, ფორმატი როგორი იქნება ფესტივალის, როგორ წარიმართება, რამდენი კონცერტი ჩატარდება, თქვათ და ვისაც აქვს სურვილი, რა თქმა უნდა, რომ დაესწროს, არის თუ არა თქვათ ბილეთების შეძენა საჭირო, თავისუფალია დასწრება, აი ამ ყველაფერზე რომ გვესაუბროთ. ხდება ესე შესარჩევ ეტაპს გადიან, ეხლა უკვე მეოთხე გამოცხადდა მეოთხე ეტაპის შერჩევა კოლექტივების. ხდება მათი პირველი ეტაპის გავლა, შემდეგ არის კონცერტი და ერთ დღეს ხდება ეხლა როგორ იცით, ძველი მონაწილეებისა და ახალის დაჯილდოვება. ესე გადანაწილებულია დღეები, 21-ში 2 საათზე იქნება პირველი კონკურსის მონაწილეები, ფესტივალის მონაწილეები, ხოლო 7 საათზე უკვე გვექნება დაჯილდოება, სადაც უკვე აი ეს ერთ-ერთი ჩვენი მონაწილე ანსამბლიც იქნება წარმოდგენილი. აქტიურ ფაზაშია რეპეტიციები ალბათ, ხო? როგორ ემზადება სტუდია მრავალჟამიერი? კარგი იქნებოდა რომ ბავშვებსაც რამდენიმე სიტყვა თქვათ, მაგრამ აი ქალბატონ ლელა ხელმძღვანელი იტყვის ალბათ მათ მაგივრად. გვაქვს სისტემატურად რეპეტიციები, ძალიან გვიხარია და ვეცდებით რომ წარვდგეთ ღირსეულად მაყურებლის წინაშე. ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ამ ფესტივალმა და არა თავიდან საწყის ეტაპზე იყო მხოლოდ ბავშვთა ფოლკლორული და ეხლა უკვე ახალგაზრდები ჩაერთნენ უკვე მეორე ეტაპზე და ეხლა გვაქვს უკვე ბავშვთა და ახალგაზრდული ფესტივალი, ახალგაზრდული მონაწილე გუნდების. ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ბევრი ანსამბლი იქმნება თბილისში და სწორედ ეს ფესტივალის ფარგლებში აქვს საშუალება წარდგნენ მაყურებლის
წინაშე და ზოგი პირველ ნაბიჯებს დგამს სწორედ ამ ფესტივალის ფარგლებში და ჩვენ გვიხარია რომ ყოველწლიურად უყურებთ მას ზრდას. ლელა უკვე მეორე ანსამბლით არის შეიძლება ითქვას პირველ წელს წარსეგით ანსამბლ კირიალესათი და მესამე წელს სტუდია მრავალჟამიერმა მიიღო მონაწილეობა. ესენი არიან ხელმძღვანელები ის ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდ შრომას დებენ ქართული სიმღერის პოპულარიზაციისთვის, უშურველად ესეთი შეიძლება ითქვას ენთუზიაზმით ემსახურებიან მეტად მნიშვნელოვან საშვილიშვილო საქმეს და სწორედ ჩვენი ფესტივალის მიზანია რომ რაღაცა ფორმით მადლიერება გამოვხატოთ მათ მიმართ. ძალიან დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ არ დავიღლები მადლობის თქმით ფესტივალის ორგანიზატორებს ამ საოცარი შესაძლებლობისთვის, რომელიც ეძლევა ბავშვებს. სხვა გუნდების შესახებაც რომ გითხრათ, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ფესტივალში და თქვენ ვთქვათ 21 ივნისზე ისაუბრეთ, მხოლოდ ერთი დღით არ შემოიფარგლება როგორც ვიცი ეს ფესტივალი. როგორც მოგახსენეთ, დღის პირველ ნახევარში მონაწილეობას მიიღებენ უკვე დაჯილდოებული და პირველ ეტაპზე ვინც მიიღო მონაწილეობას სწორედ ის გუნდები. შემდეგ ახალი, ესე იგი სულ 30 მონაწილე შემოქმედებითი კოლექტივია. კი, ეს არის გუნდები, და გუნდები ახალგაზრდული კი და ნელ-ნელა კიდევ უფრო მრავლდება ეს ყველაფერი და ასევე საინტერესო ის არის რომ აზერბაიჯანელი და სომეხი შემსრულებლებიც ვყავდნენ ჩვენ და ანუ თბილისის მასშტაბით რაც არსებობს აი ესეთი საინტერესო კოლექტივები ყველას ვაძლევთ საშუალებას რა თქმა უნდა ეს არჩევის პრინციპით ხდება განვიხილავთ ვინ მონაწილეებს მანამდე შესარჩევ ეტაპს გადიან და უკვე შემოდგომაზე ახალ მონაწილეებს ველოდებით ივნისში გვაქვს აი სწორედ ეხლა ხდება ახალი მონაწილეების შერჩევა და შემოდგომაზე გვექნება უკვე ახალი ეტაპი კიდე. უკვე მიმდინარეობს, ხო? კი, რა თქმა უნდა, ეს პროცესი სულ მუდმივად მიმდინარეობს და მართლა ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა მერიას და საკრებულოს, რომ ესეთ ეროვნულ საქმეს ჩაიყარა საფუძველი და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ძალიან ეროვნული. აი, ჩვენ კადრში ვხედავთ ახლა ეს ხო თქვენი გუნდი ნათლულების პატრიარქის ნათლულების გუნდი საგალობელი და ალბათ მიიღებს ხო მონაწილეობას კი ეხლაც იღებს მონაწილეობას და იცით რა არის ამ დამეგობრება ამ ბავშვების ძალიან ერთმანეთის მოსმენა და ბევრი რამ ხდება კი ისეთი რომ მადლობა ყველაფრისთვის. სხვა გუნდებშიც ხომ არ არიან პატრიარქის ნათლულები, აი თქვენთანაც რომ რა თქმა უნდა იქნებიან. შეეძლოთ. ალბათ კი, როგორ არა. მამრავლოდ არიან და იცით არის დამოკიდებულება არის ძალიან ჯანსაღი, იმიტომ რომ თვითონ ხელმძღვანელებიდან გამომდინარე ჩვენ ერთი წრე ვართ, სიყვარულით ვართ ამ საქმეს, სიყვარული გვაერთიანებს და ეს ბავშვებიც ამ მაგალითით ერთმანეთთანაც ძალიან თბილად არიან. და ვიმედოვნებ რომ კიდევ უფრო ფართო მასშტაბს მიიღებს და ცოტა უფრო კიდე გაიშლება ეს ფესტივალი, იმიტომ რომ გეგმაში არის ეს ნამდვილად. მას აფასებს ძალიან კომპეტენტური ჟიური და აი ჟიურიზეც რამდენიმე სიტყვა რომ გითხრათ, ну ის რომ კონკურსია ვთქვათ გარკვეულ მღელვარებასთან ბუნებრივი არის დაკავშირებული და მით უმეტეს ახლა ჩვენ ბავშვებზე ვსაუბრობთ, მაგრამ ალბათ ყველაფერი ისე კეთდება რომ ვთქვათ მღელვარება რაც შეიძლება ნაკლები იყოს და უფრო მეტი სიხარული იყოს და რაღაცა ეს მეგობრული განწყობა და თავიდანვე იყო გათვალისწინებული ის რომ აქ არ იყოს კონკურენცია არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ეს მინდა აღვნიშნო. ხო, იმიტომ რომ თანაბრად ყველას ექნება საშუალება თავისი შემოქმედების წარმოჩენის და არ იქნება რაღაც შეჯიბრება, აი იცით რა არის სხვა ეს არის განწყობა, როდესაც ვიღაცას ეჯიბრები და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენი ფესტივალის მიზანი უფრო სხვა რამ არის, რომ უფრო გაერთიანდეს, უფრო ბევრმა გაიცნოს ერთმანეთი და კიდევ ჩვენ გვაქვს ესეთი ტრადიცია, ყოველთვის მრავალჟამიერით სრულდება ყველა ერთად ასრულებს მრავალჟამიერას და სხვადასხვა ლოტბარები უდგანან სათავეში ამას. შეგვიძლიათ ვარა ჩამოთვალოთ ვინ შეაფასებს კონკრეტულად ჟიურის წევრები თუ ეს არ არის ჯერ სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ხო თეონა ცირამოა მალხაზ ერქვანიძე, დათოშანიძე სხვადასხვა პერიოდში ყოველთვის იცვლება ჟიური და ჟიური თავის გამოცდილებას უზიარებს და რჩევებს აძლევს. და ნაკლებად ვართ კრიტიკულები, იმიტომ რომ თვითონ საქმეა ისეთი, რომ თან ისეთი ხელმძღვანელები უდგანან, ყველას თავისი ხედვა აქვს, ძალიან საინტერესოა. მე როდესაც გვაქვს შეხება საწყის ეტაპზე როგორი იყო გუნდი და შემდეგ მეორე როგორი იზრდება, როგორი ხარისხი იმატებს და სტიმულია ძალიან დიდი ბავშვებისთვის და მიხარია რომ და ალბათ წლიდან წლამდე კიდევ უფრო და უფრო მეტ მასშტაბს მიიღებს ეს ფესტივალი და ნუ თბილისთან არის ხო დაკავშირებული თქვენ მხოლოდ თბილისთან და
ძალიან დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის, გისურვებთ წარმატებას. ბავშვებს განსაკუთრებულად 21 ივნისი ხსნება ეს ფესტივალი და ფესტივალის ერთ-ერთი სამხატვრო ხელმძღვანელი ლოტბარი მაია მიქაბერიძე და სტუდია მრავალჟამიერის ხელმძღვანელი ლელა ურუშაძე იყვნენ ჩვენი სტუმრები და თავად სტუდია მრავალჟამიერი რაც თავარია არაჩვეულებრივ ბავშვებს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ დილით რომ მოვიდნენ და ესეთი განწყობა შემოიტანეს ჩვენ სტუდიაში. დიდი მადლობა. დასრულდა ამით დღევანდელი გადაცემა. ელისაბედ აბულაძე და გეგინე მსიტვერძე მუშაობდით თქვენთვის. მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ბედნიერად.